იწოვებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციის ალიანსს, ან არის თუ არა ახლა ეს საკითხი ხელოვნურად წამოწეული. კითხვები გააჩინა პარტიის მოქმედი თავმჯდომარისა და თავმჯდომარეობის კანდიდატის განცხადებებმა. თინა ბოკუჩავამ ნანუკა ჟორჟოლიანს სოციალურ ქსელში უპასუხა და გაიხსენა, როგორ ეწინააღმდეგებოდა თვითონ პარტიის ოპოზიციის ალიანსში შესვლას. მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ერთობის ჩაშლის ბრალდებების თავიდან ასარიდებლად იმოქმედა. ნანუკა ჟორჟოლიანმა კი პარტია ამის გამო ფორმულას ეთერში გადაცემა კვირის ფორმულაში გააკრიტიკა და თქვა, რომ პარტიის წევრებს უფრო მეტი სიჯიუტე უნდა გამოეჩინათ, რომ არ შესულიყვნენ ალიანსში, სადაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს გამუდმებით აკრიტიკებენ. ურთიერთსაპირისპირო პოზიციების შესახებ პარტიაში ნატალი ჯახუტაშვილი მოგვიყვება პირდაპირ ეთერში. მიხეილ სააკაშვილის რჩეული და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი პირდაპირ აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას თავმოყვარეობა რომ ჰქონოდა, ის არ დარჩებოდა ოპოზიციურ ალიანსში. ნანუკა ჟორჟოლიანი დარწმუნებულია, რომ პარტია ისე შეუერთდა ამ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას, რომ საქმის კურსში მიხეილ სააკაშვილი არ იყო და მისი აზრით სულაც არ არის ნებართვა საჭირო ექს-პრეზიდენტისგან იმისათვის, რომ პარტიამ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება და დატოვოს ოპოზიციური ალიანსი. ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ იმ გაერთიანებაში, სადაც მისი შეფასებით თავს ესხმიან სააკაშვილს, პარტია არ უნდა ჩერდებოდეს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ სიტუაციას, ნანუკა ჟორჟოლიანმა გუშინ ფორმულაზე გადაცემაში ღიად განაცხადა, რომ პრაქტიკულად რეგიონებში მისი თქმით ნაციონალური მოძრაობა აღარ არსებობს, პარტიული ინფრასტრუქტურა სრულად არის ჩამოშლილი და ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს იმასაც, რომ იმაზე უარეს დღეში ვერ აღმოჩნდება პარტია, ვიდრე დღესაა. ნაციონალურ მოძრაობას რომ თავმოყვარეობა გქონდეს, მაგ ალიანსიდან გამოვიდო და უყვე. ეს არის ჩემი მოსაზრება. ამას მიშას ნებართვა არ სჭირდება. მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობა. თავმჯდომარედ უგახსნებით გამოვყავთ ალიანსიდან. თავმჯდომარეობის გარეშეც მიშა იქნება ის ადამიანი, რომელიც ამ პარტიას მოუწონებს. სხვათა შორის ეს არის ის ერთ-ერთი ნაწილი, რაც მინდა გითხრათ, რომ აი პირდაპირ ჩარევა როგორ არ ხდება. თორემ მე ვარ დარწმუნებული, რომ მიშა სურვილი რომ ყოფილიყო ალიანსში არ იქნებოდა ნამდვილი ხანი, მაგრამ სხვა პარტიის წევრების სურვილი იყო და იყვნენ და დარწმუნებული ვარ, რომ კოალიციაში ყოფნა არც ერთ ეტაპზე მისი სურვილი არ იქნება. არავის მოსწონს ის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არის ალიანსში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და არჯერ. სადაც მათ ლიდერებს სუსის აგენტებს ეძახიან და სადაც ალიანსის ლიდერები ჩვენებას აძლევენ. აი დაახლოებით ეგეთი ტიპის ექსპერიმენტია, რომ ჟურნალისტი გამოუცდელი ამ საკითხში შეიყვანო იქ, სადაც ფიქრობ, რომ რაღაცა ტიპის გადარჩენა სჭირდება ორგანიზაციას, რომელიც გამართავს თუ არ გამართავს, არ იცი, მაგრამ შენი განცდა, რომ ამაზე ცუდ მდგომარეობაში ვერ აღმოჩნდება ის გარემო. შესაბამისად, მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ რისკი ჩემ მხრიდან უფრო მეტია, აი ძალიან გულწრფელად გეტყვით. ჩემი შიმერიანი ცხოვრება უნდა დავუკოტო. ყველა ცხოვრება უნდა დავტოვო და უნდა შევიდე იქ, სადაც ტალახი უნდა ვზილო. თინა ბოკუჩავა ემიჯნება ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებებს. ნაციონალური მოძრაობის მოქმედი თავმჯდომარე სულ ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის სავარაუდოდ მომავალ თავმჯდომარეს. თინა ბოკუჩავა პირდაპირ აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ის განცხადება, თითქოს მიხეილ სააკაშვილმა არაფერი იცოდა, როდესაც პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება და შეუერთდა ოპოზიციურ ალიანსს. მისი თქმით, პირიქით იყო სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო მომხრე ალიანსში შესვლის და თავად თინა ბოკუჩავა იყო ამის წინააღმდეგი, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ გამარჯვების ფორმულა იყო ფართო საზოგადოებრივ პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არჩევნებში ერთობლივად დაუპირისპირდებოდა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. სავარაუდოდ აქ თინა ბოკუჩავა გულისხმობს ერთიანი სიით შესვლას არჩევნებში, რასაც არ დათანხმდა ალიანსი, თუმცა თინა ბოკუჩავა განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია მაშინ ასეთი იყო, რომ იმისათვის, რომ ნაციონალური მოძრაობა არ გამხდარიყო თავდასხმის ობიექტი, ამიტომ პარტია უნდა შესულიყო ამ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაში, რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებულ მოვლენებს. ამაზე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საერთოდ არ არის საჭირო გარე აუდიტორი იმის აღსაქმელად, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს პარტია.
გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, იცოდა თუ არა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციის ალიანსში შესვლის გადაწყვეტილების შესახებ. ბუნებრივია, იცოდა და აღნიშნული საკითხი მასთან განიხილებოდა საკმაოდ დეტალურად. მეტიც, მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის და ამ მოსაზრებას უზიარებდი მას. რატომ? რადგან მიმაჩნია, რომ გამარჯვების დემოკრატიული ფრონტი ფართო საზოგადოებრივ პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც არჩევნებშიც ერთად უპირისპირდება რეჟიმს, ერთად ერთის წინააღმდეგ. ალიანსი ვერცერთ ამ მდგენელს ვერ აკმაყოფილებდა. პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენემი გახდებოდა თავდასხმის ობიექტი. მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა. ამგვარად მეც დავთანხმდი მის გადაწყვეტილებას ენემი შესულიყო ოპოზიციის ალიანსში. შეცვლიდან 2-3 თვეში ალიანსის დემონსტრაციულად დატოვება კი არათანმიმდევრულობად მიმაჩნდა და გავიზიარა პრეზიდენტი სააკაშვილის საჯარო პოზიცია, რომ არანაირ დემარშს ნაციონალური მოძრაობა არ აპირებდა. ახლა ამ თემის ხელოვნურად აქტუალიზებას არ მიმაჩნია გამართლებულად. თუ რამეა ხალხთან დაშორებული და მათ რეალურ პრობლემებს მოწყვეტილი სწორედ ეს დისკუსიაა. რაც შეეხება შიდა პარტიულ პროცესებს, ენემს გარე აუდიტი არ სჭირდება. იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. პრეზიდენტი სააკაშვილის, პოლიცსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის, თბილისის ორგანიზაციის ხერხემლის, ირაკლი ნადირაძის ტყვეობის პირობებში ყოველგვარი ფინანსური რესურსების გარეშე და მუდმივი გაუქმების საფრთხის წინაშე მაინც გადავრჩით. ვერ გაგვაუქმეს, ვერ გაგვაქრეს. ეს უპირველეს ყოვლისა ჩვენი გაუტეხილი მხარდამჭერების, რეგიონული და რაიონული ლიდერების და ორგანიზაციების დამსახურებაა. მაგრამ ამავდროულად ეს მნიშვნელოვანწილად სწორედ იმ საერთაშორისო ძალისხმების დამსახურებაა, რაშიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო გუნდი დიდ რესურსს დებს. ვინ დარჩება და ვინ დატოვებს პარტიას, ასევე ვინ იქნება საბოლოოდ ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე, ამას უახლოეს მომავალში ვიხილავთ რამდენიმე კვირაში, როდესაც პარტიაში არჩევნები ჩატარდება.